მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა ხდება მასთან თქვენს გამო. დღეს ერთ პოზიციაზე ვშლით, ასარჩევი პოზიციები არ გვექნება, ჩემთან ერთად დარჩით და ვიდეოს ბოლომდე უყურეთ იმ შემთხვევაში თუ დღევანდელი გაშლა თქვენზე რეზონირდება. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მესენჯერში მომწეროთ, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. და რა თქმა უნდა, უკვე ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე, რადგან მაშინ იწყებს საჯარო გაშლები თქვენზე რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ და უსმენთ და არ არის კავშირში ვიდეო, საიტზე როდის არის განთავსებული. ჩაიფიქრეთ ეს პიროვნება, შეგიძლიათ მისი სახელით წარმოსთქვათ და ვნახოთ, რა ხდება მასთან თქვენს გამო. სხვადასხვა ამ პიროვნებას აქვს ისეთი განცდა, რომ თქვენ მასთან დაკავშირებით უკვე გეგმებით ასახეთ, რაღაცას გეგმავთ. ჯერ ვერ გაურკვევია და ზუსტად არ იცის რა არის თქვენი მიზანი, მაგრამ თქვენს გამო მის გულში ხდება ზუსტად ისეთი მდგომარეობა, რომ რაღაცის მოლოდინში არის, რომ თქვენ უკვე რაღაც ჩაიფიქრეთ, თქვენ უკვე ხართ რაღაცის პროცესში, გაქვთ მიზანი, გეგმა, აკვირდებით ჯერ მას და შემდგომ უკვე დაიწყებთ მისკენ მოქმედებას. ეს პიროვნება თქვენგან ელის მკაფიო მკვეთრ განცხადებას ან ელის თქვენგან მკაფიო ნაბიჯს, რომელიც გაყოფს თქვენს ურთიერთობას, რა იყო ამ ასე ვთქვათ, განცხადების წინ ჩვენი ურთიერთობა და რა იქნება თქვენი ნაბიჯის შემდეგ, როგორი იქნება თქვენი ურთიერთობა ამ ყველაფრის შემდეგ. ეს პიროვნება თქვენგან მოელის მნიშვნელოვან სვლას. თითქოს თქვენ მიიღეთ რაღაც ჩამოყალიბებული, გაზრებული გადაწყვეტილება, დასახეთ გეგმა და ინტუიციურად თუ აი რაღაცა მინიშნებით მოლოდინში არის თუ აი ბოლომდე როდის მიიყვანთ თქვენს დაწყობილ გეგმებს ბოლომდე. კიდევ ვნახოთ რა ხდება მასთან თქვენს გამო. თავის მხრივ ეს პიროვნება თვითონ სხვათა შორის ფიქრობს, რომ თუ ან თქვენი ტონი არ მოეწონა, ან განცხადება არ მოეწონა, ან ყველაფერი ისე წავიდა თქვენს გეგმაში, რომ ურთიერთობა სპონტანურად დაუმთავრეთ, ან არჩევანის წინაშე დააყენეთ, ეს პიროვნება მზად არის, რომ უბრალოდ თავს ამაგრებს და ამზადებს იმისთვის, რომ ცოტა სიმკაცრე შემოიტანოს და ცივად დახვდეთ და ემოციები არ გაჩვენოთ. აი ძალიან ცდილობს, რომ რაღაცას რომ მოელის თქვენგან, ძალიან ცდილობს, რომ ისე დაგხვდეთ, როდესაც ამ ყველაფერს ეტყვით, რომ თვითონ ემოციურად მშრალი ან ცივი ან მდგრადი გამოჩნდეს, რომ აი რაღაცა შენიღბოს თავისი თავდაცვა. შეიძლება ეს ასე ვთქვათ, გაშეშების მეთოდით მოგიდგეთ და რაღაცაში სიხისტე დაგანახოთ. ყოველ შემთხვევაში აქ თავიდან ცოტა სხვანაირად ვიფიქრე, მაგრამ ეს პიროვნება სხვათა შორის თქვენს ნაბიჯს უფრო რთულ ნაბიჯად აღიქვავს და შეიძლება ფიქრობდეს, რომ კარგი არ მოელის, აი რაღაცაში ან საყვედური იქნება მნიშვნელოვანი, ან სიტუაციის გადახარისხება იქნება, ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში შეიძლება ტაიმაუტის აღება იყოს, ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში შეიძლება პირდაპირ უთხრათ, რომ ურთიერთობიდან მივდივარ, ან არჩევანი გააკეთე, ან მივდივარ, აი რაღაც ესეთი მომენტების წინაშე დგებით. კიდევ აქ რა ხდება, რას გვეტყვის ტარო. აქ სანამ ეს წუთი და წამი დადგება, მას
აქვს თავის მხრივ ისეთი დამოკიდებულება თქვენთან, რომ შეიძლება ჯერ არ იმჩნევდეს, რომ ეს მოლოდინები აქვს და ჩვეულებრივ აგრძელებდეს თქვენთან ურთიერთობას. შეიძლება მოულოდნელად მისი მხრიდან თქვენი მისამართით წამოვიდეს ან კომპლიმენტი, ან სითბო, ან ურთიერთობის დასტაბილურების ცდილობები, ან ზედმეტად მნიშვნელოვანი ყურადღება, აი რაღაცაში უფრო ემოციური მომენტები ჩადოს და აქეთ დაგაკვირდეთ შემდგომ რა რეაქციები გექნებათ მის ასეთ ქმედებებზე და შეცვლით თუ არა იმ ჩანაფიქრს, რასაც თქვენ ამდენი ხანია გეკმავთ. არ ვიცი, ესე გადაწყვეტით, რატომ აქვს ამ პიროვნებას ესე მოლოდინი, რომ რაღაც ჩაიფიქრეთ, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს განახორციელებდეთ, ეს თავისი მიდგომები ბევრნაირად შეიძლება თქვენთან მიმართებაში, რომ თითქოს აი რაღაც მომენტში დატესტავს რა ვითარებაში თქვენ როგორ მოიქცევით. ცოტა დაკვირვების პროცესში ხართ. აქ კიდევ არის ისეთი ეტაპი ურთიერთობაში, რომ შეიძლება ერთმანეთს აი რაღაცნაირად ჩასაფრებულები ხართ ერთმანეთის ემოციებზე, დიდად ნდობის ფაქტორები აღარ არის ურთიერთობაში, ან ცოტა რთულ ფაზაში ხართ და გიჭირთ რაღაცაში გულწრფელად დაუჯეროთ და გწამდეთ ერთმანეთის და ერთმანეთის დაკვირვების პროცესები გაგრძელდება და დააკვირდებით. აი მე თუ ამას ვეტყვი, ის როგორ მოიქცევა სახეზე, როგორი ვთქვათ შთაბეჭდილება დარჩება, რას მოიმოქმედებს, აი ორივე ხართ ასეთ განწყობით. რა ხდება მასთან თქვენს გამო? პრინციპში აქ არის ბევრი საფიქრალი, კიდევ შეიძლება იყოს რაღაც დაძაბულობა, მოშვებული, მოდუნებული არ არის ამ ურთიერთობაში, სულ რაღაცის მოლოდინში არის და დაძაბული ენერგია იგრძნობა და მზადყოფნა არის, აი მუდმივი მზადყოფნის შეგრძნება. რომ რაღაც არ გამოეპაროს, რაღაც ცვლა არ გამორჩეს, თქვენი განწყობა არ გამორჩეს და მუდმივად რაღაცის დაკვირვების ქვეშ არის ეს ადამიანი. თქვენი საუბარი ან ასეთი გარდამტეხი კომუნიკაცია შეიძლება შედგეს ან ინტერნეტ სივრცეში, ან შენობაში, სადაც ვთქვათ, შეიძლება კოლეგები ხართ და ერთად მუშაობთ. აი რაღაც შენობაში შეიძლება მოხდეს, ან ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში შეიძლება შედგეს ინტერნეტ სივრცეში. ყოველ შემთხვევაში ამ პიროვნების მოლოდინი არის ასეთი, რომ არ გამორიცხავს, რომ შეიძლება პირისპირაც რაღაც დაძაბულობა ან პირისპირაც მოხდეს ის მნიშვნელოვანი თემის გავლა, რის თქმაც უკვე დიდი ხანია გატყობთ, რომ გინდათ და შესაფერის დროს ეძებთ. დღეს ესეთი გაშლა გამოგვივიდა. დაგემშვიდობებით, ყველას წარმატებებს გისურვებთ და შემდეგ მომავალ შეხვედრამდე.